ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მონაწილეებმა რიტორიკა შეცვალეს და პასუხისმგებლობისგან გაქცევას ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე განმარტებებს ახლა დაკავებული ორგანიზატორებისგან ითხოვს. თავად კი არც დაშავებულებზე და არც დაკავებულებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. გაცილებით მამაცი აღმოჩნდა ანა წითლიძე. მე ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ. ყველა პროცესში რაშიც ვიყავი ჩართული და შემიძლია გითხრათ, რომ ყველგან სადაც დასჭირდება ჩემი ქვეყნის თავისუფლებას რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, გავაკეთებ ზუსტად იგივეს, რაც გავაკეთე. აქციების დროს დაშავებულებზე, მათ შორის სამართალდამცველებზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? მე? დიახ, თქვენ. სხვა კითხვები გააქვთ? აუცილებელია სიმართლის თქმა და იმედი მაქვს, რომ მეც გავიგებთ მათ შორის იმ მინიშნებებთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუსის ჩარევასთან დაკავშირებით. სანამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პასუხებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებული თანაგუნდელებისგან ითხოვენ ლელოდან მათ პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის ორგანიზატორებს აუცილებლად უნდა გქონდეს ხალხის მიმართ, ცხადია, ეს არის აუცილებელი მოთხოვნა. რევოლუციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა მმართველი პარტიისთვის იმის დასტურია, რომ ახლა ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს. ჩვენ ხედავთ, რომ ერთი მხრივ ეს ადამიანები ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ, სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ უდიდეს დანაშაულისა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ძალადობრივ მოწოდებებს, ხოლო მეორე მხრივ საკუთარ მხარდამჭერებთან და აი იმ აგრესიულ ბრბოსთან ცდილობენ, რომ თავები გამოიყვანონ სუფთა და უდანაშაულო. ყველამ დაიწყო განვიდება, როგორც კი დაინახეს, რომ ეს ყველაფერი კრახისკენ მიდიოდა, მაგრამ განწყობა იმისა და შემართება იმისა, რომ ყველას თავი უნდა მოეყარა დამხობის ღონისძიებაზე, იყო ეს და ეს ახსოვს ქართულ ხალხს. ეხლა მათი ამის გამიჯნა, არ გამიჯნა, 1 საათით ადრე წასვლა სახლში, ვიღაცას რაღაც ეგონა თურმე, ვიღაცას სხვანაირად ეგონა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო? რეალურად ნახეთ, რომ ის ხალხი, რომელიც იქ იყვნენ მისული, ის ლიდერები, რომლებიც იქ იყვნენ მისული და არ აქვს მნიშვნელობა ლიდერს თუ არა ლიდერს, ყველა იყო მისული იმ აქციაზე, რომელი აქციის გაცხადებული მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. ვიდრე რევოლუციური სცენარის ავტორები და ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის მონაწილეები ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან, ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ დამხობის აქციაზე დათქმების გარეშე მისულებიდან ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ირაკლი კობახიძე ყურადღებას ოპოზიციონერების იმ ნაწილზე ამახვილებს, რომლებიც ჩავარდნილ რევოლუციას ერთმანეთის მიყოლებით და პირველივე წუთებიდან გაემიჯნენ. მის ამ ჩამონათვალშია სალომე ზურაბიშვილიც. სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. ხო, აი ამაზე თქვენ წარმოგიდგენთ, ხა წარმატებული რო ყოფილიყო ბურჭულაძე, სოდელავას და მათი მეგობრების ესწავლობა. გამზადებული იყო იქ შესასვლელად, რა თქმა უნდა, წაგებულზე მერე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცნენ ზუსტად. სალომე ზურაბიშვილი, უბას სანიგიძიშვილი და თინა ბოგოჩავა და ეს ერთი ასე ვთქვათ, ყალები დამზადებული უცხოელი აგენტები არიან. დათქმის გარეშე შევერთდნენ დამხობის აქციას, ანუ ძალადობაზე ორიენტირებულ აქციას და როცა ჩავარდა ძალადობა, ხოლმე მაშინ გაემიჯნენ, ეგრე ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს ნაცი რო ხარ. ნაცი როგორიც ნაცხო ღირსება არ აქვს. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე. ამაზე პასუხი ახლა მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. ჯგუფურად ორგანიზებული ძალადობის მეთაურები ციხეში სხედან, გარეთ დარჩენილები კი გუნდში მოღალატეებს ეძებენ და ცდილობენ წარუმატებლობის პასუხისმგებლობას სხვებს გადააბარონ.